თუ ადამიანი მეორე ადამიანს უკეთებს ხელით სამკურნალო ან ასე ვთქვათ მაკორექტირებელ ზემოქმედებას, ამას ქვია მანუალური თერაპია. ძალიან ბევრ წარმოსახვეში მასაჟა დააქვს, მანუალური თერაპია და ეს აბსოლუტურად განსხვავებული. მანუალური მედიცინის ნაწილია, მაგრამ მანუალური თერაპია უფრო ღრმა ზემოქმედებისაა, ვიდრე მასაჟი. პირველი ეს არის ტკივილი. ტკივილი ძვალსახსოვანი სისტემის. წვავა იქნება თუ ქრონიკული. ვიყენებთ ყველანაირ კვლევას. მე თუ მაინტერესებს მაგალითად და დიაგნოზის დროს, ან ხელით გასინჯვის დროს ეჭვი მაქვს, რომ მაგალითად შინაგანი ორგანოებიდან ეს არის არეკლითი ტკივილს ეძახიან მედიცინაში, პაციენტი თუ კი მოდის, ეს არის ძალიან გაცვეთილი. მისი რესურსი მისულია თითქმის გამოფიტვის ზღვრამდე. ქალის ფსიქოემოციური ბუნებიდან გამომდინარე, ჩივილები უფრო ხშირია ქალებში. და კაცის ბუნებიდან ასე გზერელი მიდგომიდან გამომდინარე, კაცი ხანდახან არჩივის, მაგრამ თუ კი მოდის უფრო დაშლილი მოდის, მეორე ოსტეოპათი. ესეც მანუალური თერაპიის დარგია, ჩვენთან ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს. ყველაზე პატარა პაციენტი იყო 5 დღის, ხარი? ხო. აქ მეორე მომენტი იყო სხვილი ნაწლავი. ეს ანუ კუჭ-ნაწლავის ხრივ მისახედია და მაშინ კუნთური მუშაობა და სახსრებიც შეთანწყობილად იქნება. ვიპოვეთ ძაღლის თავი სადაც დამაგულდა. რაიმე ჩივილები ან პრობლემები გაქვთ და ვერ გაგიგიათ თუ ისი ბრალია ეს, არსებობს მედიცინის ისეთი დარგი, რომელიც ამის გაგებაში დაგეხმარებათ. მანუალური თერაპია